რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. განსაკუთრებულად წვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება, რეალური ფაქტები. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. მოგესალმებით, მე ვარ სოფიო ბეროშვილი, რადიო კომერსანტის ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში შევეცდებით გავარკვიოთ დაცულია თუ არა მომხმარებელთა უფლებები ბანკებთან მიმართებაში და რაში მდგომარეობს საბანკო სისტემის მთავარი პრობლემა. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმართან ბატონი გიორგი კეპულაძესთან, რომელიც გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მადლობას მოგახსენებთ ბრძანებისთვის. მოდი დავიწყოთ საუბარი. საბანკო სექტორის პრობლემები ზოგადად ძალიან მომხმარებელთა უფლებების დარღვევებით შედის, მომჩივანთა და დაზარალებულთა შესახებ ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი. თქვენი აზრით ამ სფეროში მთავარი პრობლემა მაინც რაში მდგომარეობს? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ თქვენს გადაცემაში იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს არსებობს, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე ბანკების მხრიდან. მართალი ბრძანდებით, რომ პრობლემები მრავალგვარია და ამ პრობლემების სათავეც ბევრნაირია. თუ ერთი პრობლემის სათავე შეიძლება იყოს ის, რომ თქვა ბანკის წოდავს მომხმარებელთან დამოკიდებულებისას, მომხმარებელთან კომუნიკაციისას, როდესაც თქვა არაწოდი სრულ ინფორმაცია საბანკო პროდუქტის შესახებ, შესაძლებელია გქონდეს მეორე მხრიდან რაღაც პრობლემა წარმოიქმნას იმის გამო, რომ მომხმარებელს არ აქვს საკმარისი ფინანსური განათლება, რომ კონკრეტული თქვა საბანკო პროდუქტის შერჩევისას სწორი ანალიზი და სწორი არჩევანი გააკეთოს, რაც შემდეგ თავის შესაძლებლობებს შეიძლება ვერთვლის სწორად და შემდეგ ამის გამო ექმნება მას პრობლემას. შესაბამისად, პრობლემები მრავალგვარია და ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან წერტილოვანი დარტყმები განვახორციელოთ ამ პრობლემების მიმართულებით. და ამისთვის მთელი პროექტები და პროგრამები გვაქვს. პროგრამებზე და პროექტებზე ცოტა უფრო ცლად მოგვიანებით ვისაუბროთ. მე მაინც მაინტერესებს, რა გარემოებებმა გადაგაწყვეტინათ ამ არასამთავრობოს შექმნა, იმიტომ რომ ზოგადად თემა არის ძალიან ვრცელი. ყველაზე უფრო პრობლემურად რომელ ასპექტს ხედავთ ამ სფეროში? მოგახსენებთ, ძალიან ვრცელი თემაა. მე ჩემ მეგობარმა დაუფუძნეთ ეს ორგანიზაცია და გადავწყვიტე ზუსტად იმიტომ, რომ თემა საკმაოდ ვრცელია. მუშაობენ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მიმართულებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა იმისთვის, რომ მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. ხშირად პრობლემის წარმოქმნა ხდება იმის გამოც, რომ არ არის სათანადო კომუნიკაცია ბანკებსა და მომხმარებლებს შორის. ის რომ თქვათ მომხმარებელი ვერ იღებს სრულ ინფორმაციას კონკრეტული თქვა ბანკის თანამშრომლისგან კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით, იქნება ეს ანაბარი თუ სესხი. შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით ამ კომუნიკაციაში დავახმართ. შესაბამისად, ძალიან დიდ პრობლემებს ჩემი აზრით წარმოქმნის ასევე ფინანსური განათლების არქონა, რაც უბიძგებს ძალიან ბევრს იმისკენ, რომ უკვე რაღაცა პრობლემებში გადავარდეს სამწუხაროდ. ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა ვაპირებთ. ბატონო გიორგი, მე კონკრეტულ კითხვას დაგისვავთ. თქვენ ჩემი წინა გადაცემის თემა იყო ზუსტად დეკლარირებული საბანკო პროდუქტის პროცენტი რამდენად განსხვავდება რეალური საბანკო პროცენტისგან და ერთ-ერთ გაზეთს ჰქონდა საკმაოდ ვრცელი კვლევა ამასთან დაკავშირებით. ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი პროცენტული განსხვავება იყო და რომელიც კარგად მახსოვს, ის იყო საქართველოს ბანკის ექსპრეს კრედიტი, რომელიც დეკლარირებული 0%-ის მაგივრად სინამდვილეში, როდესაც დაითვალეს ამ სესხის აღებისას გაწეული ყველა ხარჯი 301%-ზე ავიდა. მაგრამ ამავდროულად კანონმდებლობა ბანკებს არავალდებულებს აი ამ პროცენტის, ასე ვთქვათ, გასაჯაროებაში და მას შეუძლია დეკლარირებულად რეკლამისთვის გამოიყენოს ეს, ასე ვთქვათ, ხრიკი მე ასე დავარქმევდი, რომ განაცხადოს, რომ ეს კრედიტი არის 0%-იანი, მაგრამ არ შეესაბამება რეალობას. აი ამ შემთხვევაში როგორ აპირებთ თქვენ მომხმარებელს დაეხმაროთ? მოგახსენებთ, რაც შეეხება ამ კონკრეტულ თემას, მეც გავეცანი ამ საგაზეთო პუბლიკაციას. გეტყვით, რომ ექსპრეს სესხი, რომელიც გაიცემა ბანკი არ ამბობს, თქვა ზოგადად მის პროცენტზე საუბარი საერთოდ არ არის. რა თქმა უნდა, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია, თუმცა ამგვარი სესხების საპროცენტო განაკვეთი თითქმის ყველა ქვეყანაში მაღალია, მათ შორის განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში. და რატო? ექსპრეს სესხი არის სესხი ფაქტობრივად ყველანაირი საბუთის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე, თითქმის ყველა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს 200 ან 300 ლარიანი სესხი აიღოს
და შესაბამისად ბანკის მხრიდან საკმაოდ მაღალი რისკიანობით ხასიათდება ეს სესხი. როდესაც რისკი მაღალია, შესაბამისად იმატებს პროცენტით. მაგრამ რა თქმა უნდა, მე გეთანხმებით იმაშიც, რომ აუცილებელია, რომ მომხმარებელმა იცოდეს ის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და საბედნიეროდ ეროვნული ბანკის ძალისხმევით უკვე ბანკები დავალდებულები არიან, რომ გააცნონ როგორც ნომინალური საპროცენტო განაკვეთი მომხმარებელს, ასევე ეფექტური, მათ შორის სარეკლამო რგოლებში და მე უკვე ამ ტენდენციას ვაკვირდები ბოლო რამდენიმე ეს არის მხოლოდ სამომხმარებლო სესხზე. მე როგორც მახსოვს ეროვნული ბანკის ბრძანების გადაწყვეტილებით რომ გააცნონ. მაგრამ სამომხმარებლო სესხებში არის ესეთი პატარა ჩანაწერი, როდესაც არ შედის იპოთეკური კრედიტი არ არის, მაგრამ რეალურად სამომხმარებლო სესხი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ეროვნული ბანკის მიერ ჩანაწერში. ასევე არ არის ეს საკრედიტო ბარათებიც რეალურად სამომხმარებლო სესხია, მაგრამ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით არ შედის სამომხმარებლო სესხში. მე ზუსტად ამას ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოუწოდოთ იგივე ბანკებს და გამჭვირვალობისკენ, რომ სრული ინფორმაცია მიეწოდონ. პირველ გვერდზე ხელშეკრულების გამოტანილია, ვთქვათ, ის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი ჯარიმებიც, იგივე ყოველთვიური გადასახდელი რამდენი აქვს ადამიანს, როდის იწყებს და როდის სრულდება ეს სესხი. შესაბამისად, ამას დეტალურად უნდა გაიცნოს. პრობლემაა ისიც, რომ ძალიან ბევრი არ კითხულობს იგივე ხელშეკრულებას, ზოგს იმდენად ეჩქარება ამ თანხის მიღება და მე აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან, რომ არ კითხულობენ ამ ხელშეკრულებას და თქვათ იღებენ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ბანკის კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან კონდეს ადგილი იმას, რომ ის არ აქცევს სათანადო ყურადღებას კონკრეტულ მომხმარებელს, არ აწვის მას სრულ ინფორმაციას, აქედან შესაბამისად წარმოიშვება უკვე პრობლემა და ამიტომ ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ ჩვენ ორივე მხარეს საზოგადოებასაც და ბანკებსაც უნდა მოუწოდოთ, რომ საზოგადოების წარმომადგენლები, მომხმარებლები იყვნენ მაქსიმალურად დაკვირვებულები სესხის აღებისას, ყველა პირობას გაიცნონ სხვადასხვა ბანკის პირობებს. ნახოთ, თქვათ, თუ აპირებენ ერთ-ერთ კონკრეტულ ბანკში სესხის აღებას, წავიდნენ, გაიგონ, სხვა ბანკები რა პირობებს თავაზობენ, შესაბამისად ამ პირობებით მივიდნენ უკვე კონკრეტულ კრედიტ ოფიცერთან უფრო განათლებულები. გადაცემაში რეკლამის დრო და გავაგრძელოთ საუბარი რეკლამის შემდეგ. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისე დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ბატონო გიორგი, მინდა გვესაუბროთ თქვენი ორგანიზაციის ძირითად მიზნებზე. დიახ. მოგახსენებთ. ერთ-ერთი პირველი, რასაც უკვე ვაკეთებთ, ეს არის საკონსულტაციო ცენტრი. სადაც მომხმარებლებს ეკნებათ საშუალება მობრძანდნენ და გაიარონ კონსულტაცია კვალიფიციური სპეციალისტთან, რომელიც ნამუშევარია ბანკში და კარგად იცის ყველა ის მეთოდი თუ როგორ გასცემს თქვა ბანკის სესხს, რა პირობები აქვს ნებისმიერ საბანკო პროდუქტს, მან ძალიან კარგად იცის შესაბამისად, ის ძალიან კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს ჩვენთან მოსულ მომხმარებელს, მას ვისაც შეექმნა გარკვეული პრობლემა პროცედურების გაცნობასთან დაკავშირებით, ან არ იცოდა, ან გარკვეული პრობლემა შეექმნა. შესაბამისად, თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ბანკი დამნაშავეა, ასე დროს ჩვენ აუცილებლად ამას თავად ბანკსაც შევატყობინებთ და თუ საჭირო იქნება მედიასაც ჩავთავთ, რა თქმა უნდა, ამ საქმეში. ასევე კვლევების მიმართულება, რომელიც კვლევითი ცენტრი გვინდა გავაკეთოთ, ფაქტობრივად ამთვის ბოლოდან ჩვენ უკვე დავიწყოთ ინტენსიურად კვლევებს, ფართო სპექტრი გვაქვს კვლევების, როგორც მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა, მათი დამოკიდებულება სხვადასხვა საბანკო პროდუქტებისა და პროცედურების მიმართ, ასევე გვინდა რომ ვთქვათ საბანკო ექსპერტული კვლევები ჩავატაროთ, შევადაროთ ვთქვათ ქართული საბანკო პროდუქტები, ექსპრეს სესხი ვახსენეთ ვთქვათ, ან სხვა სესხი, ვთქვათ იპოთეკური სესხი, ქართული იპოთეკური სესხი, ვთქვათ რა პროცენტშიც გაიცემა საშუალოდ ქართულ ბაზარზე, რამდენად მაღალია საპროცენტო განაკვეთი ვთქვათ სხვა ქვეყნებთან შედარებით. ძირითადად შევადარებთ ჩვენ მაინც უფრო ალბათ აღმოსავლეთ ევროპის უახლოესი სამეზობლოს ქვეყნებს, რადგანაც ახლა დღეს რომ შევედარო ჩვენ მაღალ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს, მე მგონი არ იქნება სწორი, რადგან იქ რა თქმა უნდა გაცილებით ნაკლებია საპროცენტო განაკვეთები, თუმცა იქ GDP per capita, ანუ ერთულზე შემოსავალი სულ სხვა არის საბიუჯეტო სულ სხვა ეკონომიკა აქვს და რა თქმა უნდა მათ განვითარების სხვა ეტაპები გაიარეს. ასევე გვინდა გავაკეთოთ მედია სკოლა, სადაც ჟურნალისტებს მივცემთ საშუალებას, რომ თქვათ მიიღონ ესეთი
სრულყოფილ ეკონომიკურ განათლებას ვერ დავპირდებით, მაგრამ მათი საქმიანობისთვის აუცილებელი ეკონომიკური განათლება იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკურ სფეროში და თქვენი რადიო ერთ-ერთი მოწინავეა შეიძლება ითქვას ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ თქვენს კოლეგებსაც და ჩემს კოლეგებსაც მეც ჟურნალისტი ვარ. ყოფილი ჟურნალისტები არ არასებობენ ხუმრობენ ხოლმე და ძალიან ჩვენ კოლეგებს ეკნებათ სურვილი რომ გაიარონ ეს საწყისი საბაზისო ეკონომიკური საფინანსო და საბანკო განათლება. ძალიან საინტერესო არის იმედი აქტიურად ჩავერთვებით ამაში ყველაფერში. თქვენ ასევე ერთ-ერთ ინტერვიუში გქონდათ გაცხადებული, რომ მზადღართ თანამშრომლობისთვის სხვადასხვა ორგანიზაციებთან თუ ყავთ პარტნიორი ორგანიზაციები და ვინ არიან ესენი? ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ თანამშრომლობისთვის თითქმის ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, უკვე გქონდა შეხვედრა რამდენიმე მათგანთან. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ეს არის საბანკო ასოციაცია, ასევე შევხვდით ახალგაზრდა ფინანსთა ბანკით ასოციაციის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა მათთან ერთად ვაპირებთ ვთქვათ იმ პრობლემებზე საუბარს, რომელიც დღეს არსებობს სფეროში, არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, სხვადასხვა მონაცემები. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება ის კვლევები, რასაც ჩვენი ორგანიზაცია დადებს, რადგან ხშირად არ აქვს მედიას თუნდაც იმის ფუფუნება, რომ მსგავსი კვლევები გქონდეს საკუთარ ან ეთერში, ან სტატია გამოაქვეყნოს კვლევების შესახებ, რადგანაც ძალიან დიდი წყურვილი დავინახე მე მედიის მხრიდან ვთქვათ კვლევების მიმართ, რადგანაც ძალიან საჭიროა, რომ როდესაც ეკონომიკაზე და ბანკებზე და ფინანსებზე ვსაუბრობთ, გქონდეს კონკრეტული ციფრები, რა მდგომარეობა, ვის ვეჯიბრებით, რა მდგომარეობა იყო გუშინ, შევადაროთ დღეს რა ტრენდია, რა მიმართულებით ვითარდებით, ამიტომ კვლევებს ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენ. დიახ. ზოგადად სხვადასხვა სტატისტიკურ კვლევებს მოვიშველიებ და შემიძლია ეს კითხვა არ დაგისვათ. როგორც კვლევები გვიჩვენებს, საკმაოდ დაბალი პროცენტი მოდის ეგრეთ წოდებულ ბანკის მიერ დაზარალებულ ან ბანკისთვის მომჩივან მომხმარებელთან. საკმაოდ უფრო დიდი პროცენტი მოდის მიკროსაფინანსოებზე და კერძო იპოთეკარებზე. თქვენ თუ ეხებით მიკროსაფინანსო ან კერძო იპოთეკარების სფეროს? ჩვენ საბოლოო ჯამში მოგვიწევს რა თქმა უნდა მათთან შეხებაც, განსაკუთრებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, რომლებსაც რა თქმა უნდა აქვთ გარკვეული რეგულაციები, განსხვავებით თქვათ კერძო იპოთეკარებისგან, რომლებიც ფაქტობრივად რეგულაციების გარეშე მოქმედებენ ბაზარზე და სწორად აღნიშნეთ თქვენ და აბსოლუტურად დაგეთანხმებით, რომ ის პრობლემა, რაზეც საუბარია ზოგადად მედიაში, საზოგადოებაში თითქოს რომ იპოთეკით დაზარალებული ეს ტერმინიც გაჩნდა, რომელთა ძალიან მცირე წილი არის, რა თქმა უნდა, ბანკებისგან დაზარალებული, ან თქვათ ბანკში აღებული სესხის გამო დაზარალებული. ძალიან დიდი წილი მოდის კერძო იპოთეკარებზე, შედარებით ნაკლები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. შესაბამისად, ჩვენ გვინდა გავმიჯროთ საზოგადოებისთვის, თქვათ, ის ვალდებულებები, რაც აქვს ბანკებს აღებული, ის ვალდებულებები, რაც აქვს აღებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ასევე კერძო იპოთეკარებს. რომ მოსახლეობას ქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თქვათ, რომ კონკრეტულმა ადამიანმა სადა იყო სესხი, რა პირობებით აიღო და რატომ ჩავარდა ასეთ მდგომარეობაში. მე მესმის, რომ ხშირად კერძო იპოთეკარებს მიმართავენ ადამიანები მაშინ, როდესაც თქვათ, ბანკი მათ სესხს არ აძლევს რამდენიმე მცდელობის შემდეგ. შესაბამისად, მე მინდა ვურჩიოთ ჩვენს რადიო მსმენელებს, რომ თუ თქვენ ერთმა ბანკმა თქვათ 3 მცდელობის შემდეგ არ მოგცათ სესხი, ან რამდენიმე ბანკში მიხვედით და რამდენიმე ბანკმა არ მოგცათ სესხი, მაშინ ჯობია რომ სესხი საერთოდ არ აიღოთ, რადგანაც ბანკის თავარი ინტერესი მოგიხსენებათ არის რომ გასცეს ეს სესხი. ესე იგი, თქვენ თუ სესხს ბანკი არ გაძლევთ, ეს ნიშნავს რომ თქვენ პოტენციურად არ ხართ ამ სესხის გადამხდელი სამწუხაროდ. ამიტომ ჯობია რომ ადამიანმა სწორად გათვალოს თავის შესაძლებლობები, გასაგებია რომ მას იმ მომენტში შეიძლება ფული ჭირდება და სესხი არის ერთადერთი გამოსავალი ამისთვის, მაგრამ იმას რომ მიმართოს თქვათ საეჭვო რეპუტაციის თუნდაც კერძო იპოთეკარს ჯობია ჩემი აზრით რომ საერთოდ არ აიღოს სესხი, რადგანაც მას რომ ელემენტარული შესაძლებლობა ქონდეს თქვათ იგივე თანხის დაფარვის ან გადამხდელუნარიანი იყოს, მას ბანკი უკან არ გამოუშვებდა უარით. მე ასე ვფიქრობ და ძალიან ხშირია ისეთი მაგალითი, როდესაც თქვათ ბანკები არ აძლევენ კონკრეტულ ადამიანს ეს, რადგანაც ის ვერ ადასტურებს თავის შემოსავალს, თუმცა აქვს სიტყვაზე უძრავი ქონება, რომელშიც ცხოვრობს და შესაბამისად ამ უძრავი ქონების უზრუნველყოფით არიან ორგანიზაციები და კერძო პირები, რომლებიც გასცემენ სესხებს. თქვენ თვლით რომ საბანკო პოლიტიკის, ასე ვთქვათ, შედეგი არ არის ბაზარზე რომ არსებობენ კერძო იპოთეკარები?
იცით რა, კერძო იპოთეკარი და ფულის გამსესხება ალბათ უხსოვარი დროიდან არსებობდა. საქართველოში მე მგონი აქტიურებული არის ხო? მესმის ეს მათი ბაზარზე გამოჩენა ჩემი აზრით გამოიწვია ზუსტად იმან, რომ ბანკები ხშირ შემთხვევაში არ გასცემენ სესხებს. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი, რომელსაც შეიძლება გარკვეული უძრავი ქონება გააჩნდეთ და სურდეთ, ვთქვათ, სესხის აღება. შესაბამისად, ბაზარზე გაჩნდა ფულის სესხებაზე მოთხოვნა. აქედანაც გაჩნდნენ კერძო იპოთეკარები, რომლებიც არ დაგიდევენ, თქვათ, არის თუ არა გადამხდელუნარიანი ადამიანი, გასცემენ დაახლოებით გირაოთი უზრუნველყოფილი ქონების 30%-ს გასცემენ სესხად, შესაბამისად, შეიძლება მათ პირდაპირ ინტერესში შედიოდეს, თქვათ, იგივე ის, რომ უძრავი ქონება ხელში ჩაიგდო. ბანკიც 30%-ს გასცემს. გასაგებია, მაგრამ ბანკი არ გასცემს მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით, ხო? ბანკი ასევე უყურებს, თქვათ, შემოსავლებს, მეც აქვს თქვათ იგივე იპოთეკური სესხი და მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ბინაც იპოთეკით არის დატვირთული, იქ ბანკმა დეტალურად შეისწავლა თქვათ ჩემი შემოსავლები და მხოლოდ ამის შემდეგ მომცა მე იპოთეკური სესხი. ამას სწავლობს ბანკი, ანუ ეს ბერკეტი არსებობს და ზუსტად მაგას ვსაუბრობდი, თუ ბანკი ხედავს, რომ შენ არ ხარ გადამხდელუნარიანი, ის არავითარ შემთხვევაში თქვათ სესხს არ მოგცემს და თუ ბანკი იმას აკეთებს, რომ დაინახა, რომ ადამიანი არ არის გადამხდელუნარიანი, ეს რა თქმა უნდა შეიძლება ითქვას დანაშაულება და შეიძლება ითქვას, რომ თავის თავზე საკმაოდ დიდ რისკს იღებს, იმიტომ რომ სესხს აძლევს ადამიანს, რომელიც ზუსტად იცის, რომ ამ თანხას ვერ დაფაროთ. არ მგონია, რომ ასე ადვილად ბანკები ამაზე წავიდნენ. ბანკები ზოგადად სოციალურად დაუცველებისთვის სესხის გაცემაზე მიდიან ხოლმე, ამ მსგავსი შემთხვევებიც ყოფილა და რამდენად სწორედ მიგაჩნიათ ეგ მაშინ ამ ყველაფრის გათვალისწინებით. ორი მხარე აქვს ამას, მე ვიტყოდი, ერთი ის, რომ ბანკი საკმაოდ მაღალ რისკზე მიდის და თან ამავე დროს გაჩნია რა არის უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა და ეს არის უზრუნველყოფაზე დამოკიდებული, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამას არ უნდა აკეთებდეს ბანკი, როცა თქვა სოციალურად დაუცველს, რომელიც ვერ წარმოადგენს თქვა თავის შემოსავლის ვერანაირ დადასტურებას, მას მისცეს სესხი. თუმცა აქ ალბათ საუბარია ზუსტად რაღაცა პატარა ტიპის 200 ლარიან, 300 ლარიან სესხებზე, რომელსაც თქვა რაღაცა ზეპი მხოლოდ პირადობის მოწობის საშუალებით. მაგრამ 2011 წლის იანვრის რეგულაციით არაუზრუნველყოფილი სესხის, ასე ვთქვათ, აღსრულება შეიძლება მოხდეს უძრავი ქონების და მათ შორის სოციალურად დაუცველებისას. ასეთი ჩანაწერი გვაქვს აღსრულების ბიუროს კანონში. ზუსტად ამას ვამბობ, მე ვფიქრობ, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებები კიდევ უფრო მეტად უნდა დავიწყოთ და მათ კიდევ უფრო მეტად უნდა ვასაუბროთ, რომ თუ თქვენ ხართ სოციალურად დაუცველი სტატუსით. გასაგებია, რომ გარკვეული თანხა გჭირდება, თუმცა კარგად უნდა დაფიქრდეთ, თქვა სანამ სესხს აიღებს, რადგანაც ჯერ თავიდანვე აღვნიშნე, რომ ბანკის ინტერესში რა თქმა უნდა შედის სესხის გაცემა, თუმცა მეორე საკითხია, შედის თუ არა ეს შენ ინტერესში აიღო ისეთი თანხა სესხად, რომელსაც სამწუხაროდ ვერ დაფარა. მე მაინტერესებს ისევ დაუბრუნდები წინა კითხვას ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი და შეიძლება უფრო და უფრო ღრმად წავიდეთ ამ თემაში. მე მაინტერესებს თუ შეუძლია თქვენ საკონსულტაციო ცენტრს მიმართოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომჩივანდებმა და კერძო იპოთეკარებით დაზარალებულებმა. ჯერჯერობით მსგავს სერვისს ჩვენ ვერ შევთავაზ, ჯერჯერობით მხოლოდ საბანკო სფეროსთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ ვთქვათ, თუ ჩვენთან კონკრეტულად მოვა ადამიანი, რომელიც რომელიმე კონკრეტული ბანკის მიერ არის დაზარალებული, ჩვენ შევეცდებით, რომ გავამყაროთ ამ მომხმარებელსა და ბანკს შორის კომუნიკაცია, ჩვენც მაქსიმალურად ჩავერთოთ, ავუხსნათ კარგად ვთქვათ პირობები და თუ რა თქმა უნდა დაიწყო უკვე ამ ცენტრმა მუშაობა. ჯერ არ დაუწყია, თუმცა უკვე არის სურვილი მომხმარებლების მხრიდან და დაახლოებით რა რაოდენობის ადამიანმა გამოთქვა ეს სურვილი. უკვე ჩვენთან საშუალოდ კვირაში ჩვენთან დაახლოებით 4-5 ადამიანი მაინც გვიკავშირდება. თან უნდა გავითვალისწინოთ, ჯერ ახალი ორგანიზაცია ვარ და შესაბამისად ჯერჯერობით ძალიან დიდი მომართვიანობა არ არის, შესაბამისად ცენტრის არ ამუშავებულა. თუმცა რომ ამუშავდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაქსიმალურად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ჩვენ საკონსულტაციო ცენტრს მომართავს. ბატონო გიორგი, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ასევე ახსენეთ, რომ ბანკებმა უფრო მეტად უნდა იზრუნონ თავიანთი კრედიტ ოფიცრების განათლებაზე. როგორ ფიქრობთ, ქართულ საბანკო სივრცეში დგას დღეს ეს პრობლემა და რამდენად მწვავედ დგას? განათლების პრობლემა არა მარტო საბანკო სივრცეში, ჩემი აზრით, ქვეყანაში საკმაოდ მაღლა დგას, პროფესიონალების პრობლემა დგას ძალიან დიდი. მე პირადად წავაწყდი პრობლემას, როდესაც, ვთქვათ, ვცდილობდი მეპოვა პროფესიონალი კადრები და საკმაოდ გამიჭირდა პირდაპირ. შესაბამისად არის პრობლემა, რა თქმა უნდა.
ბანკის თანამშრომლების მხრიდანაც, როდესაც ისინი სათანადოდ არ ფლობენ ან ზერელედ ეპყრობიან საკუთარ მოვალეობებს, როდესაც მათ სიჩქარის გამო არ სურთ დეტალურად აუხსნან კონკრეტულ მომხმარებელს მისი სესხის პირობები, რა ჯარიმები ელოდება. ერთია რა წერია ფურცელს და მეორეა რაც გეუბნება ადამიანი, რომელთანაც გაქვს საუბარი და რომელიც შენ მოგცემს ამ სესხს, რომლის საშუალებითაც ბანკი გაძლევს სესხს, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აუხსნან კრედიტ ოფიცრებმა და ბანკის ყველა თანამშრომელმა, რომელსაც ეგრეთ წოდებულ, ვთქვათ, საცალო გაყიდვებთან აქვს შეხება და ფრონტ ოფისთან აქვს შეხება, მაქსიმალურად უნდა იყვნენ ისინი მოტივირებულები იმისთვის, რომ მოქალაქეებს, მომხმარებლებს დეტალურად აუხსნან ყველა საბანკო პროცედურის პირობები. ბატონო გიორგი, თქვენ ახსენეთ, რომ იცნობდით ამ სფეროს და ამიტომ გადაწყვიტეთ ამ ორგანიზაციის დაფუძნება, იმიტომ რომ საჭიროებას წარმოადგენდა, ასე ვთქვათ, მოქალაქეების ამ კუთხით განათლება. თქვენს პრაქტიკაში რა სახის პრობლემები შეგხვედრიათ ბანკსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობაში? გეტყვით, რა თქმა უნდა, ჩვენ სანამ ზოგადად ორგანიზაციას დავაფუძნებდით და სანამ ამ სფეროში მოღვაწეობას დავიწყებდით, დეტალურად შევისწავლეთ როგორც ვთქვათ, პრობლემები, რაც არსებობს ამ სფეროში, ვთქვათ, საზოგადოებას და ბანკებს შორის, ცალკე პრობლემები, რაც ბანკებს აქვს, ცალკე პრობლემები, რაც აქვს მოსახლეობას, ეს ყველაფერი დეტალურად შევისწავლეთ, ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ დაახლოებით ბოლო 6 წლის მედია გარემო, როგორი იყო ამ სფეროსთან მიმართებაში და დეტალურად გავაანალიზეთ ყველა საბანკო პროდუქტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ძალიან დიდი ნაწილი მომხმარებლების ჩივის საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით, განოდების პირობებთან დაკავშირებით, შედარებით ნაკლებია პრობლემები, ვთქვათ, ბანკებთან დაკავშირებით, მე იპოთეკურ სესხთან, უფრო ხშირია სამომხმარებლო სესხთან. რაც უფრო მცირეა სესხის რაოდენობა, შეიძლება ითქვას, უფრო პრობლემებს ვაწყდებით, იმიტომ რომ ალბათ უფრო მასობრივად გაიცემა ეს სესხები, ამ მიმართულებით განსაკუთრებით ბევრი პრობლემაა, იგივე საკომისიოებთან დაკავშირებით, ვთქვათ, იგივე წინსწრების გადასახადთან, ჯარიმებთან დაკავშირებით და ჩვენ როგორც ითქვა დეტალურად სწავლობთ, თუმცა ცალკე კვლევას ვაპირებთ ჩავატაროთ ამ მიმართულებით ცალკე კვლევა და შემდეგ უკვე ვთქვათ შევთავაზოთ საზოგადოებას გარკვეული გამოსავალი. ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე, მაგრამ არ ვსაუბრობთ აი როგორ გამოვიდეთ ხო ამ მდგომარეობიდან. სიდან არ ჩამოფრინდება გადაწყვეტილება. ყველაფერზე რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ ჩვენ. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დაბრუნდით ეთერში გადაცემის საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად და მე მინდა ბატონო გიორგი ესეთი შეკითხვა დაგისვათ. ჩვენ წინა ბლოგში ვისაუბრეთ, რომ კრედიტ ოფიცრებს არ აქვს შესაბამისი განათლება. თქვენ ასევე ახსენეთ, რომ მარტო კრედიტ ოფიცრების არა, ზოგადად მოსახლეობის ფინანსური განათლების პრობლემას დგას. თქვენი აზრით, რა ფაქტორები განაპირობებს ძირითადად მოქალაქესა და ბანკს შორის მარტივად რომ თქვათ ურთიერთობის გაფუჭებას? მე ყველა კრედიტ ოფიცერი არ მიგულისხმე, რა თქმა უნდა, ზოგადად ვისაუბრე, რომ შეიძლება გარკვეულ შემთხვევაში წავაწყდეთ, შემთხვევით, როდესაც შეიძლება განათლება საკმარისი ქონდეს, მაგრამ არასათანადოდ ასრულებდეს საკუთარ მოვალეობას და ან დროის უქონლობის გამო, ან თუნდაც ელემენტარული სიზარმაცის გამო არ აუხსნას მომხმარებელს პირობები. ბანკებსა და საზოგადოებას შორის პრობლემის წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი არის, რა თქმა უნდა, ის, რომ არ არის სათანადო კომუნიკაცია არ ხდება. თუნდაც როდესაც ვთქვათ ადამიანი ხდება გადახდის უნარო და მას სჭირდება გარკვეული რესტრუქტურიზაცია სესხის. ძალიან ხშირია შემთხვევები, ჩვენ შევისწავლეთ ეს მდგომარეობაც, როდესაც ისინი ან ზოგი ტელეფონს გამორთავს, საერთოდ არ უკავშირდება ვთქვათ ბანკს თავის საკრედიტო ექსპერტს და არ ატყობინებს ამის შესახებ. და ამ კომუნიკაციის არ ქონის გამო შეიძლება უკვე საკრედიტო ექსპერტმა იფიქროს, რომ ის უკვე სადღაც გაიქცა, იმალება ფუსარი ხდის და უკვე რა თქმა უნდა ყველანაირ რესტრუქტურიზაციაზე ლაპარაკი მთავრდება. ასევე რა თქმა უნდა ბანკების მხრიდან ხშირად შესაძლებელი ადგილი ქონდეს იმას, რომ არასათანადოდ თქვათ აცნობენ პირობებს კონკრეტული სესხის. ან ამ სესხის პირობები შეიძლება იყოს მიუღებელი კონკრეტული მომხმარებლისთვის, მაგრამ მას მაინც უწევს ამ სესხის აღება, რადგანაც მას ძალიან სჭირდება თქვა ეს. ბატონო გიორგი, მე კიდევ ბოლოს პერიოდში შემოსულ ტენდენციაზე არ შემიძლია არ გითხოთ, რომ ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევა, როდესაც ბანკებთან თანამშრომლობენ გარკვეული შეპესეები, ეგრეთ წოდებული ამომღები ჯგუფები, რომლებიც თავის თავს პრობლემური სესხის მართვის ჯგუფს უწოდებენ და
ბანკები გადასცემენ ინფორმაციას ამ კონკრეტულ შეპესეებს, რომ მოხდეს ან აღსრულება, ან თანხის ამოღება. რამდენად მისაღები არის ეს პრაქტიკა ზოგადად ამ ბაზარზე? მე ვფიქრობ, რომ უკეთესი პრაქტიკა იქნებოდა ის, რომ თავად ბანკი ზრუნავდეს, თქვა იგივე პრობლემურ სესხებებს, თუმცა მართლაც ბოლოდროინდელი ტენდენცია, რომ გარკვეული ფირმები გაჩნდნენ, რომლებიც ამ სესხების ამოღებაზე მუშაობენ. რომლებიც გასცილებით ნაკლებად იცავენ შემდეგ უკვე თუნდაც ადამიანის უფლებებს, ვიდრე ბანკები, რადგან ბანკებს აქვთ რეგულაცია, ამ ფირმებს ასეთი რეგულაციები სამწუხაროდ არ აქვთ და ხშირია მეცმენია ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც ასეთი ფირმები, თქვა იგივე პრობლემური სესხების ამოღებასთან დაკავშირებით ხშირად არ ღვევენ ადამიანის უფლებებს. ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, ჩემი აზრით, თუმცა ეს არის ერთგვარი გამოსავალი შეიძლება ითქვას ბანკებისთვისაც, რომ ეს პრობლემური სესხები როგორმე ბრჭყალებში მოიშორონ და თქვა გადაულოცონ. ეს ფირმები ხომ ყიდულობენ რეალურად ამაზე, თქვა გამოისყიდიან და შემდეგ თვითონ ხო თანხას იხდიან გარკვეულწილად და შემდეგ ცდილობენ ამ თანხის ამოღებას, ანუ თავისთავად ეს გარკვეული ბიზნესია მათი მხრიდან. გასაგებია ეს ყველაფერი, რომ ეს არის ერთგვარი გამოსავალი ბანკისთვის. მე მაინტერესებს, რამდენად კანონმორჩილია ამ შემთხვევაში ბანკი, იმიტომ რომ ჩვენ ხვდებით ასეთ ჩანაწერს, რომ არ უნდა იქნეს ჩემი თანხმობის და პირობითად თქვა ჩემი თანხმობის გარეშე გადაცემული უცხო პირზე ასეთი სახის ინფორმაცია. თქო, თუ მომხმარებელს ხელი არ აქვს მოწერილი იმაზე, რომ ის თანხმა გადასცეს, თქვა საკუთარი პირადი მონაცემები, თქვა რომ ბანკმა გადასცეს, თქვა ვიღაცას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის დარღვევა და არ უნდა გადასცეს, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი ხელს აწერს ძალიან ბევრ რამეზე, რასაც არ აკვირდება იმ მომენტში, თუმცა როცა საქმეზე მიმდგება, აღმოჩნდება, რომ მას ხელი აქვს მოწერილი იმაზეც, რომ პირადი მონაცემები უნდა გადაეცა, თუმცა თუ არ აქვს ასეთ რამეზე ხელი მოწერილი, რა თქმა უნდა, მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს და დაიცვას საკუთარი უფლებები გზით. გასაგებია. ასევე მინდა გკითხოთ, რაში ხედავთ გამოსავალს? თქვენ ახსენეთ, რომ უნდა იყოს კვლევებში გათვალისწინებული, თქვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებში გათვალისწინებული, ასე ვთქვათ, უცხო ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც უფრო განვითარებულები არიან ამ კუთხით, ვიდრე ვთქვათ საქართველოა და რა სახის რეკომენდაციებს მისცემთ თქვენ? იგივე სახელმწიფო რამდენად უნდა იყოს ზოგადად აი ამ რეგულაციებში ჩართული, თუ უნდა იყოს საერთოდ, თუ უნდა ჩაერიოს თუ არა საერთოდ ასეთ საკითხებში სახელმწიფო და რაში ხედავთ გამოსავალს? მე მესმის, რომ ყველა სფეროში არ არსებობს რაღაც კონკრეტული რეცეპტი, მაგრამ თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. გეტყვით, გამოსავალი ერთგვარი და ცალსახა ძალიან რთული საპოვნია, რა თქმა უნდა. უნდა განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა, რა თქმა უნდა. რაც საშუალებას მისცემს უკვე შემდეგ ვთქვათ ბანკებს მოიპოვონ შედარებით იაფი ფული, რომელსაც შედარებით დაბალ პროცენტში ვთქვათ გაასესხებენ, შემცირდეს რისკები, ისაც დამოკიდებულია რა თქმა უნდა ქვეყნის სტაბილურობაზე და იმაზე, რომ საქართველო გახდეს უფრო სტაბილური ქვეყანა. ამ რისკების შემცირებას გარკვეულწილად ვთქვათ შეუწყობს ხელს იმას, რომ სესხებზე ვთქვათ საპროცენტო განაკვეთება დაიწიოს და საერთაშორისო გამოცდილება ასეთია, ვთქვათ 99 წელს საქართველო და პოლონეთი ერთ პოზიციაზე იყვნენ, ვთქვათ მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის რაოდენობით და ციფრი ერთნაირი იყო. თუმცა იმან რაც ვთქვათ ჩვენ 90-იან წლებში უკუსვა განვითარდეთ, ისინი განვითარდნენ და ამიტომაც იქ გასილებით დაბალი საპროცენტო განაკვეთებია თუნდაც ეს. ჩვენ ზუსტად ის მაგალითი უნდა ავიღოთ, რომ საქართველოს განვითარება, საქართველოს მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის ზრდა უნდა იყოს უცვლელი და საკმაოდ მაღალი პროცენტი და ამას უკვე რა თქმა უნდა მოყვეს გარკვეული რეგულაციები, რომელიც არსებობს ისედაც ეროვნული ბანკის მხრიდან საკმაოდ კაცრი რეგულაციები აქვს შეიძლება ითქვას ბანკებს, თუ საჭირო ჩათვლის ეროვნული ბანკი, სახელმწიფო ესე პირდაპირ არ უნდა ჩაერიოს, ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო და მან უნდა დაარეგულიროს, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პრობლემები აქვს, შეიძლება ითქვას, რომ საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებული სექტორი საქართველოში, რომელიც საკმაოდ დიდი მოგებით გამოირჩევა, თქვა თუნდაც შეიძლება სხვა ბიზნესებისგან. მაგრამ ეს არის იმის შედეგი, მე ვფიქრობ, რომ ეს სექტორი დინამიურად ვითარდებოდა მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც ძალიან ხშირად წარმოიქნება და მიუხედავად ომისა 2008 წელს რუსეთთან, რომელიც ძალიან შეიძლება მძიმედ გადაიტანა მთელმა ქვეყანამ და საბანკო სექტორმაც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და რა თქმა უნდა მოქალაქეების ფინანსური განათლების ამაღლებაში და ბანკის მხრიდან უფრო მეტ გამჭვირვალობაში არის გამოსავალი. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, ბატონო გიორგი, ძალიან საინტერესო ეთერი
ყველაფერი გამოგვივიდა. მე ვარ სოფიო ბეროშვილი, რადიო კომერსანტის ეთერში გამშვიდობებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშვილთან ერთად.